გამარჯობათ მეგობრებო, პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ ამიტოვეთ YouTube-ზე. მიზეზები მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეც არაფერს არ ვაკეთებდი, რომ არ ამეტვირთა. თქვენი იმედია კარგად ხართ, დამოვიწყდა ვიდეოს გადაღება. კარტოფილის ფთლი ახლა შევწონდა. და სამუშაოზე უნდა წავიდე მერე. ჯერ მაქვს 1-2 საათი დრო. როგორ ხართ, რა შობით, იმედია ხართ კარგად. ახალი ფიჩხილები გავიკეთე. ლურჯი. და ეს რაღაც მარგარიტის ეფექტს რომ ეძახიან. ის წავის რაღაც ფხნილივით რო არის ერთით. პანჯარა დავხუროთ, თორე ძალიან დიდი ხმი არის. რა ის მის ჩემი ხომერი. ასე. ძალიან კარგად ვარ, უბრალოდ ყველაფერს დრო ფიზიკურად არ მაქვს რომ მაგაც ავტვირთო, მაგრამ ვეცდები რომ გავაღწევოდე აქაც. დაახლოებით 1 თვის წინ უშვებულება მქონდა 2 კვირით. და ეს TikTok-ი ყველას აქვს, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ და დავიწყე 1-2 ვიდეოს გადაღება რა ავტვირთე. ხო და ეს ვიდეოები რა ავტვირთე. გამივარდა ფორიოზე. ეს ფორიოზე რა გამივარდა მე და ამდენი ნახვები რო დააკრობა, აი მე ვიძახი. მეთქი აქ არ გავჩერდები მეთქი. და ვიწყე მე იმის მერე გადაღება ვიდეოების. და რავი, ყოველ დღე ვდებ ვიდეოებს თითქმის. და TikTok-ისკენ წავედი. დამოვიწყდა YouTube-ი. არ დამოწყებია უბრალოდ. ძალიან რთულად ვაგროვებ აქ გამომწერებს და ძალიან მიჭირს და არ მაქვს мотиваცია საერთოდ გამომწერები რომ არ მყავს. 1000-მდე მაინც უნდა ავიდე აქ, მაგრამ ვერ ავდივარ. საქმე მაგაშია რომ ვერ ავდივარ. და ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს, ვიდეოების გადაღებაზეც მოქმედებს, რომ ხედავ რომ არ აქვს ნახვები, არ აქვს კომენტარები, არ მაქვს არ მყავს გამომწერები, ვერ ვაქტიურებ. ანუ ზოგადად მასია როცა ხედავ რომ აქტიური არის გვერდი, შენც мотиваცია გეძლება ვიდეოები გადაიღო. ხომ ხვდებით? ხო და YouTube-ში კიდე ეს რო გამივარდა, გამომწერები ძალიან უცბად დამემატა. ხო და კარგად მივდივარ ძალიან ბევრი ვიდეო მიდევს. და ვფიქრობ რომ YouTube-საც არ უნდა დავანებო თავი, გავაგრძელო აქ მოღვაწეობა. მაგრამ უფრო მალე რომ დავდო ხოლმე ვიდეოები. და ნახოთ რა იქნება, არ ვიცი, ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მithumetes რომ მუშაობ, ფიზიკურად დრო არ მაქვს, რამდენიმეს უნდა გაუძღვე ადამიანი. ნახოთ რა იქნება. ვიცით ყველანაირად რომ ავტვირთო ვიდეოები, მაგრამ თქვენგანაც მინდა ის რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. და რავი, мотиваცია რომ მქონდეს ელემენტარული რა. ასე, სამუშაოზე დავდივარ. მქონდა 2 კვირა შვებულება. გავაგრძელე ჩვეულებრივ, კაი ხანი გავიდა უკვე, 1-2 თვე გავიდა. თვენახევარი გავიდა უფრო სწორედ, რაც გავაგრძელე სამუშაო. და ის 2 კვირა ხან ვიდეოებს ვიღებდი, ხანის. ასე, უცბად გავიდა, ძალიან ვერ გავიგე. კარგად ვარ ძალიან, უბრალოდ დრო არ მაქვს რა, ანუ არა, ძალიან ისე ვარ, ძალიან ბევრ დროს მოითხოვს ეს ვიდეოების გადაღებაც ყველაფერი. ასე, ვარ ისევ ბავშვებთან მუშაობ. მაგრამ ნახოთ რა იქნება სამუშაოზე, ან დავრჩები ან წამოვალ, გადაწყებ, შეიძლება დღესაც გადაწყდეს. რადგან არ მიხდიან ხელობას ისე როგორც მე მინდა. თან მithumetes ვისაც იცით ბავშვებთან ურთიერთობა და მუშაობა რა რთული არის 2 ბავშვთან ერთად. და რავი,
ვიცი, ნახოთ რა იქნება. მერთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება. რა ვიცი. აი ასე. ისეთი არაფერი, ყველაფერი კარგად არის. წონის კლება ძალიან კარგად მიდის. დაკლებული მაქვს 11 კილო. დაახლოებით. და მეტი ცოტა. გრამებს არ ვანგარიშობ, რა თქმა უნდა. გამეთიშა ვიდეო, სავარაუდოდ ბევრი ვიდეოები მქონდა გადაღებული, იმას მიქნა. გადამეჭრებთა ტელეფონი. აღარ მახსოვს რეზერვა გავჩერდი რა გქონდეს საერთოდ. წონაზე მგონი. ხო, წონა კარგად მიდის და არ ვაპირებ დანებებას. ვარ 56 კილო და 500 და ვაპირებ 52-მდე ჩამოვიდე. მაგრამ დაზაფხულამდეც საკმაოდ დიდი დრო მაქვს და ისევ გაითიშა, არ ვიცი რა ჭირს. წავშალე ყველაფერი. და ასე. ხო, იმას ვიძახთ, რომ 56 და 500 ვარ და ვაპირებ რომ ჩამოვიდე 59-მდე. შეიძლება 51-იც ნახოთ. და ასე. ამ ეტაპზე სამუშაოზე მინერალობ რა იქნება და როგორ ნახოთ. ძალიან რთული არის ზოგადად. ვერ მინუსი აქვს ამ ყველაფერს. და ნახოთ რა ვიცი რა იქნება რა ისე. რა იქნება. ასე. შენ თავთვარდა ასე. სხვა არც საერთოდ არ დაგაფასებთ ხომ იცით. ამიტომ იმას ის უნდა მოითხოვოთ, რაც გეკუთვნით თავისუფლად. კარტოფილის დავჭრიება. გავრეცხავ და მოვალ. დავპაუზო. გავრეცხავ და მოვედი. ეს თმები ის რაღაცნაირად მაქვს, რომ არ წონს თუ ფაქტ მაქვს ასე. რაღაცნაირად აბლუდული, დაბლუდული, მიბლუდული, მობლუდული. ის მინდოდა რომ მეთქვა, რომ мотивация თუ გინდათ რომ მომიცეთ და უფრო მეტი ვიდეოები გადავიღო, აუცილებლად მინდა რომ გამომიწეროთ. ძალიან მთელი გულით მინდა მართლა, ისეც შეუძლია რა. არც ფულს ითხოვს და არაფერს არ ითხოვს, ხელი უნდა დააჭიროთ 1 წამის საქმეა ფაქტიურად. და всё, მანდ მეტი არაფერი არ ჭირდება. ეხლა რომ აღარ ვაქტიურობდი, რა თქმა უნდა. არაფერი მომემატებოდა, მაგრამ რა ვქნა. თუ დავინახავ რომ აქტიურობა არის YouTube-ზე, აუცილებლად გავაგრძელებ ვიდეოებს. მაგრამ თუ ისევ იქნები, რამდენი ხანია უკვე YouTube-ი მაქვს 2 წელია, მეტი და 587 გამომწვევი ვარ. 1000 უეჭველი უნდა მყავდეს. მაინც. რა სხვა გზა არ არის. ანუ სტიმული როცა არ გაქვს, ვერც აკეთებ იცი, აი სტიმულს დაინახავ, მე უბრალოდ ყოველდღე დადო ვიდეოები. აი ასე. დავიღალე. აი შუადღე მუშაობით უფრო დილით კაია სამუშაო. კი ვერასწრებ კარგად ძილს, მაგრამ უფრო აქტიური ხარ დილიდან, არ გეკარგება დრო ძილში. უფრო კარგადაც გრძნობ თავს და ბევრ საქმესაც აკეთებ. რა თქმა უნდა, ელემენტარული მუშაობ იმ საათებს. ასე და ამგვარად. ყველაფერი კარგადაა, ისეთი არაფერი, ძალიან რო გითხრათ. ცუდი არაფერი არ ხდება, ვარსა დაგვიფაროს. გისურვებთ მშვიდობას. პირველ რიგში.
და გავფრთხილდით ჯანმრთელობას. ისე ვარ თითქოს დიდი ხანია ვიდეო რო არ გადამიღია, მეთქი რაღაც სხვა პლატფორმა თქო ისე ვარ. გადავყე ხამას და დავიწყებ შეწვას ამისას. აი ამით მინდოდა მოსულიყავი, იცი რატომ? აი დამეწყო უბრალოდ ვიდეოს გადაღებას ვარაფერი, რომ გავაგრძელო დაბაბრივად კვირაში 1-3 ვიდეოც რომ დავდო. მგონი ალბათ უფრო კარგი იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც, რომ აქ ვარ და არ წავსვლი არ არსაც უამოწმებ ხოლმე YouTube-ს, მაგრამ რო ხედავ გამომწერები არ მყავს, ანუ мотивация არ მაქვს. მე ასე ვარ. TikTok-ზე რო ხედავ გამომწერები რომ მემატება, мотивация მაქვს იმხელა, რომ TikTok-ზე რო ხედავ იმას ვიძახდი, გაითიშე კიდევ, რომ ყავს გამომწერები მემატება, უფრო მეტი мотивация მაქვს, უფრო მეტი ვიდეო შემიძლია რომ გადავიღო. ხო და ნახოთ იმედია მომემატება და მეწყება. გამომწერების რაოდენობა ავამახლა. და რა ვიცი რა იქნება ნახოთ. თან დავიღალე ყველაფრის კებიცებით. არ ვიცი რაღაცნაირად გათშული, მეზერება ყველაფერი. არ ვიცი რატო არას. მქონდა გაკეთებული დავლია. აკეთე ცოტა ხანში ერთი ორთოში უკვე გამოიზაფხულებს. დათბება მაგაზე უკეთესი რა არის. ძალიან მიხარია. ერთ გადავყარო ეს. აი ამ ადგილიდან ვიღებ ხოლმე ზუსტად ვიდეოებს TikTok-ზე. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს. ახლა დავადგი ტაფა. კარტოფილი უნდა ჩავყარო. ჭხილები გავიკეთე უკვე მესამედ. პირველი მქონდა გაკეთებული მუქ-შინდის ფერში. მეორე გავიკეთე ფრენჩი, ოღონდ ყვითელი ფრენჩი მქონდა, აი ძალიან ლამაზი იყო. და ახლა კიდე ლურჯი გავიკეთე. ან წითელი უნდა გამეკეთებინა რაღაცა კვასკვასა, ან ლურჯი და ლურჯზე შევჩერდი. მგონი კარგად გამომდის ეს შილაკები. უბრალოდ ვუფრთხილები იმ მხრივ, რომ არ ამ დროის გამიფუჭდეს სულხათ თვალებს ხმარობ, რომ ჭურჭელს რო ვეცხავ და რა ვიცი, ან მოფრთხილებაც აიცით. თორემ რომ მოფრთხილებით არაფერი არ ამე. დიდხანს გაგიწ, ან ორი კვირა ვაძლებინებ რა. და მეტი ვეღარ ვაძლებინებ ხოლმე უკვე. ხან ეს ჩავყოფ ხოლმე წყალშიც მაინც ხელს რა. გინდა არ გინდა მაინც ხან ხელს იბან ხანის. ახლა გაცხადდეს კარგად ტაფა. და ასე, ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა, ანუ იმით მოვედი, ხა ეს არაფერი ვიდეო არ გადამიღია, უბრალოდ იმით მოვედი, რომ ანუ ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი დააჭირო subscribe-ის ნიშანს, ზარიც გააქტიუროთ და დამილაიქოთ ვიდეო და კომენტარი დამიწერთ ნებისმიერი. რაღაც мотивация აღარ მაქვს მეც და ნახოთ. თუ ისე თუ დამეწყება დავინახავ რომ მიმატება მეგობრები და ფოლოვერები, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ჩვენებით ვარ და შევჭყვდა. ასე ვფიქრობ. ყვავილები დავკი გუშინ, მთელი დღეზე შევეყავი. ულამაზესი ყვავილები. მაგასაც განახებთ შემდეგ ვიდეოში. შეიძლება ხოლმე გადავიღე შემდეგი ვიდეო, ნახოთ. ცოტა ეზო დავალაგე გუშინ. ლამაზი ყვავილები ვიყიდე, ძალიან დავკი ისინიც და კიდე მინდა რამოდენიმე დავამატო. კარგები ძალიან. რაღაც ისე დიდები რო იჯდებოდა ლამაზი ისინი, ფერადები და ისინი ის ძალიან მოტოს. ისინი ვიყიდე მიხაკებს გავს მეცნე განა. ანუ ეს ვიყიდე, ეს წითელი ფერი ვიყიდე და ეს ვარდისფერი ფერი ვიყიდე და გონი ვარდისფერი თუ თეთრი წითელი ზოლები აქვს გარშემო. ანუ ეგ მქონდა, მაქვს და მაგრამ უბრალოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ ორი მქონდა ნაყიდი ადრე, ერთი გამიფუჭდა და ერთი დამჭა და ის იმას ჯერ არ გამოუშლია ეს ყვავილები. მაგრამ ანუ გამოვა ცოტა ხანში ჩანს იქ. გამიცხელდა ტაფა. წავედი დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი თხოვნაა რომ არხი გამოიწეროთ, რომ გავაგრძელო ჩემი ვიდეოების გადაღება 10 თვა. კარგ დღეს გისურვებთ, ვინც ახალმოს მიყურებთ, კარგ საღამოს გისურვებს და ძალიან დიდი თხოვნაა რომ არხი გამოიწეროთ და დროებით გემშვიდობებით და ნახვამდის.